სოფელ კახიფარში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საფეხბურთო მარათონი ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. გათამაშების ფინალური მატჩი თავდაცვის სამინისტროსა და სოფელ წინანდლის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც არმიელებმა იმარჯვეს და ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლნენ. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვეტერან საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის რეგიონული ორგანიზაციისა და გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და სამსახურების ხელმძღვანელებმა გადასცეს. კახიფარში ჩატარდა ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მის დაბადების დღეს. ეს ღონისძიება ტარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სპორტული გაერთიანების და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი, ასე ვთქვათ, ორგანიზებით. გამარჯვებული ჯილდოვდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის გარდამავალი თასით, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა და გამარჯვებულ გუნდს, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლებით, თასებით და საპატიო სიგელებით. უნდა ითქვას, რომ ეს ტურნირი უკვე 2016 წელს დაარსდა და დიდი ხანია რაც იმართება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რამოდენიმე ხნით ადრე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ანალოგიური მინი ტურნირი ფეხბურთში აფხაზეთში გნეულად დაღუპული მიხეილ მარჩულაშვილის სახელობის